მიქაელის მისია, მერვე ლექცია. ის, რაზეც ამ 3 კვირის განმავლობაში ვილაპარაკე, ასეთნაირად შეიძლება დაჯამდეს. ჩვენ რეალურად ვდგავართ იმ მოვლენის პირისპირ, როდესაც ჩვენს თანამედროვე სამყაროში სულიერი სამყარო შემოიჭრება. ეს არსებითად იმ კულტურული განვითარების შედეგი გახლავთ, მიახლოებით მე-15 საუკუნის შუა პერიოდში რომ დაიწყო. მაშასა და მე მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელ ცივილიზებულ სამყაროში ყოველივე იცვლება. რასაც ადამიანი მანამდე ამკვიდრებდა თავის ცნობიერებაში, უმთავრესად მის შიდა ორგანიზაციულ პროცესებს ეხებოდა. ადრეული ეპოქის დღემდე შემორჩენილ ნაწარმოებებში ისეთ გამონათქვამებს ხვდებით, რომლებიც ძალზე წააგავს თანამედროვე ქიმიურ და ფიზიკურ ტერმინებს. მაგრამ ჩვენი ქიმიკოსების და ფიზიკოსებისთვის გაუგებარია ის, რაც ამ წიგნებშია მოცემული. მიზეზი მარტივია, მათ სწამთ, რომ იქ აღწერილია გარე ბუნებაში მიმდინარე პროცესები. სინამდვილეში კი ადამიანის ფიზიკურ ან ეთერულ სხეულში მიმდინარე პროცესებთან გვაქვს საქმე. ადამიანმა მხოლოდ გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს შემდეგ მიაპყრო მზერა გარე სამყაროს. დღეს ჩვენ ამ მიმართებით იმდენად ღრმად შევტოპეთ, რომ მთელი ადამიანური აზროვნება, მათ შორის დაბალი დონის ადამიანთა აზროვნებაც და შეგრძნებებიც, ბუნების მეტყველებამ დაიქვემდებარა. ჩვენ გვაქვს ბუნების მეტყველება, რომელიც ვრცლად აშუქებს მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს, მაგრამ უძლურია განმარტოს თავად ადამიანის არსი. აქ ადამიანის ფიზიკურ სხეულებრივი არსიც იგულისხმება. ამიტომ დღეს ადამიანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რათა დასვას ასეთი კითხვა: რა მიმართებაში ვიმყოფები თავად მე, ადამიანი ჩემს გარემომცველ ცხოველურ, მცენარეულ, მინერალურ სამყაროებთან, ანუ გარე ფიზიკურ სამყაროსთან. მისი ჰაერით, წყლით, ცეცხლით, ღრუბლებით, მისი მზით, მთვარით და მთელი ვარსკვლავეთით. რა მიმართებაში ვიმყოფები მე ყოველივე ამასთან? ამ კითხვაზე საფუძვლიანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. უკვე თუ განმეორებით, არ დავუბრუნდებით საკითხებს, ადრე რომ იქნა განხილული ადამიანთან კავშირში. თუ კი ადამიანს განვიხილავთ როგორც გარეგრძნობების და გონების მატარებელ არსებას, შეგვიძლია ვთქვათ: გარე სამყაროს ჩვენ აღვიქვამთ თვალის, ყურის და სხვა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით, რომლებიც მიუხედავად იმისა, თუ სხეულის რომელ ნაწილში არიან განთავსებული, მაინც თავის მიერ ორგანოს განეკუთვნებიან. შემდეგ ამ გარე სამყაროს ვაცნაურებთ იდეებით და ცნებებით, რომლებიც უკავშირდება ტვინს, აზროვნების იარაღს. ხოლო ყოველივე ამის შემდეგ ის, რაც გარეგრძნობების მეშვეობით აღვიქვით და როგორც იტყვიან გონისმიერი ინტელექტის მეშვეობით შევიმეცნეთ, მოგონებათა წარმოდგენებად ჩამოიქნება. ეს არის ჩვენი როგორც ადამიანების შინაგანი მთლიანობის აუცილებელი ნაწილი. მაშასა და მე ის, რასაც გარე სამყაროდან აღვიქვამთ, ანუ რაც ჩვენი გრძნობების მეშვეობით გარე სამყაროდან შემოდის და მსჯვალავს ჩვენს არსებას, ჩვენივე ინტელექტით გადამუშავდება და საბოლოოდ მოგონებათა წარმოდგენებად ჩამოიქნება. მას რას წარმოვადგენთ ზემოთქმულიდან გამომდინარე საკუთრივ ჩვენ, ადამიანები, სამყაროსთან მიმართებაში. ამოსავალ წერტილად დავსახოთ გარეგრძნობადი აღქმის ფენომენი. ბოლო დღეებში მე ერთხელ უკვე ვახსენე ეს ფენომენი. დასაწყისისთვის ავიღოთ ასეთი მაგალითი. თქვენ ხატავთ ცეცხლის ალს, შემდეგ ხუჭავთ თვალს და თქვენს წარმოდგენაში ისახება ცეცხლის ალის მეორადი ხატება. შემდეგ ეს ხატსახე, ეს მეორადი ხატსახე, რომელიც თქვენვე შემოიტანეთ თქვენს თვალში, თანდათანობით ქრება. გოეთე მისთვის ჩვეული კონკრეტულობით ამას ასე განმარტავს: ეს მეორადი ხატსახე თანდათან ინქვრევა. ამ პროცესს განაპირობებს თვალის დასაბამიერი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული ნერვული აპარატი, რომელიც თვალით აღქმული სხივური შთაბეჭდილების შედეგად სახეცვლილებას განიცდის. ზემოაღნიშნული პროცესის ანალოგიურია ის, რასაც ადგილი აქვს ჩვენს მეხსიერებაში, როდესაც გარე შთაბეჭდილებებს აღვიქვამთ. ვუფიქრდებით, ვღრმავდებით ამ შთაბეჭდილებებში, ხოლო შემდეგ მათ მოგონებათა წარმოდგენებად გარდავქმნით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ როდესაც თქვენს წარმოდგენებში ირეკლება თვალით მიღებული შთაბეჭდილება, მაგალითად ცეცხლის ალი, იგი მალევე ინქვრევა, ანუ პროცესი ხანმოკლეა.
ხოლო თუ რაიმეს აღიქვან მთელი თქვენი არსებით, შემდეგ უღრმავდებით მას და მომავალში კვლავ ძალგიცთ მისი გახსენება, ესე იგი თუ კი შეგიძლიათ აღიდგინოთ ეს მეორადი ხატსახე, რომელიც თვალით აღქმულთან შედარებით გაცდილებით მასშტაბურია, ეს ბევრად უფრო ხანგრძლივად გასტანს და გარკვეული გარემოებების პირობებში წარუშლელად გასდევს მთელ ცხოვრებას. რით აიხსნება ეს? თუ კი საქმე გვაქვს თვალში აღბეჭდილ უბრალო ანარეკლთან ერთ ან ორ წუთში რომ ინქრევა და დავიწყებას ეძლევა, ჩვენ ვამბობთ, რომ თვალით მიღებული შთაბეჭდილება მსჭვალავს არა მთელს ჩვენს ორგანიზმს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის ერთ გარკვეულ ნაწილს. ხოლო ჩვენი წარმოდგენები მთელი ჩვენი ორგანიზაციის უმეტეს ნაწილს გაივლის. შემდგომ შთაინერგება ჩვენს ეთერულ სხეულში და ბოლოს გაივლის რა ეთერულ სხეულსაც მის გამჭოლ მსოფლიო ეთერს გადაეცემა. რადგან მოგონებები იბეჭდება არა რომელიმე ერთ ორგანოში, როგორც გრძნობადი ხატსახე, არამედ გაივლის რა ადამიანის მთელი არსების უმეტეს ნაწილს, შთაინერგება ეთერულ სხეულში და მის გამჭოლ გარე სამყაროშიც განივრცობა. მაშინ ისინი ადამიანის მთელ ცხოვრებას თან გახვება. თავარია ეს შთაბეჭდილება იყოს ღრმა, რათა მოიცვას ეთერული სხეული, რათა ეთერულმა სხეულმა ვერ დააკავოს იგი თავის თავში, გარე მსოფლიო ეთერს გადასცეს და იქ შთაბეჭდეს, ანუ მსოფლიო ეთერში ჩაწეროს. არ გეგონოთ თუ კი რაიმეს იხსენებთ, ეს მხოლოდ თქვენ შიგნით მიმდინარე პროცესია. მართალია ყოველთვის შეგიძლიათ ესა თუ ის განცდა უბის წიგნებში ჩაიწეროთ, რათა მომავალში კვლავ აღიდგინოთ და ხელახლა ამოიკითხოთ, მაგრამ როდესაც გსურთ მეხსიერებაში აღმოაცენოთ ადრე განცდილი მსოფლიო ეთერი, როგორც ერთგვარ ანაბეჭს კვლავ წარმოაჩენს ამ მოგონებებს თქვენში. ასე რომ მოგონებები საკუთრივ ჩვენი პირადული საზრუნავი არ გახლავთ. მოგონებები არის თავისებური დიალოგი ადამიანსა და სამყაროს შორის. თქვენ არ ძალგიცთ იყოთ თავისთავადი, როდესაც მთელი თქვენი შინაგანი სიმრთელიდან ადრე განცდილის გახსენება გწადიათ. მეორე მხრივ მოგონებების უქონლობა დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის არსებაზე. ამასთან დაკავშირებით გიამბობთ შემთხვევას, რომელსაც ხშირად ვიყენებ მაგალითისთვის. იყო კაცი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. მას საკმაოდ მაღალი პოსტი ეკავა. ერთ დღეს მან უეცრად გადაწყვიტა წასულიყო რკინიგზის სადგურზე, ეყიდა ბილეთი და გამგზავრებულიყო სადღაც შორს, სადაც მას არავითარი საქმე არ ჰქონდა. მთელი იმ დროის მანძილზე, ვიდრე იგი მგზავრობდა, მან არ იცოდა სად იმყოფებოდა და გონს მოეგო მხოლოდ ბერლინში, ღადაკთა თავშესაფარში, კურფიურსტენშტრასეზე. დროის ეს მონაკვეთი სრულიად ამოვარდა მისი მეხსიერებიდან და მხოლოდ გარეშე პირთა მეშვეობით მოხერხდა იმის დადგენა, რომ მან იმოგზაურა ბუდაპეშტსა და ლვოვში, ხოლო იქიდან ბერლინს გაემგზავრა და იქ ღადაკთა თავშესაფარში კვლავ დაუბრუნდა ცნობიერება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის მანძილზე მისი გონება სრულ წესრიგში იყო. ამ მიმართებით არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. მატარებელში ჩაჯდომიდან ბერლინში დაბრუნებამდე იგი ზუსტად მოქმედებდა, ანუ ყოველგვარ საჭიროებას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის კვალობაზე საზღვრავდა. მხოლოდ ეს იყო, რომ განვლილი სრულიად ამოიშალა მისი მეხსიერებიდან. მოგვიანებით კი, როდესაც მას კვლავ გაახსენდა მთელი თავის წარსული, მისი ესოდენ უცნაური მოგზაურობის ისტორია სრულიად განინქრა მისი მეხსიერებიდან და როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ გარეშე პირთა მეშვეობით დადგინდა მისი თავგადასავალი. ასეთი შემთხვევები ხშირია. ზემოთქმული ცხადყოფს, თუ როგორი იქნებოდა ადამიანის ცხოვრება, მისი განცდები უწყვეტი მოგონებებით რომ არ იმსჭვალებოდეს. აბა დაფიქრდით, როგორ გაიაზრებდით თქვენ, როგორც ადამიანები თქვენს საკუთარ მეს, თუ კი დროის რომელიმე მონაკვეთი მთლიანად ამოიშლებოდა თქვენი მოგონებებიდან. ამ ხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ძილის მდგომარეობა. ის, რაც გარეგრძნობა დაახქმებსა და ინტელექტს განეკუთვნება, ჩვენი საზრუნავია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მშვენიერი განცდები მოგონებებში დაისადგურებს, ისინი გარე სამყაროსთან, უნივერსუმთან ადამიანის მიმართებად ერთგვარ დიალოგად იქცევა.
მოგონებათა არასაკმაო ინტენსივობის გამო თანამედროვე კაცობრიობისთვის ეს ყოველივე დაფარულია. ადამიანი ვერ აცნობიერებს ამას, მაგრამ მომავალში ამგვარი შემეცნება ადამიანთა განათლების შემადგენელ ნაწილად იქცევა და ისინიც, როგორც ეთერული ადამიანები, საკუთარ მოგონებებს მოეკიდებიან არა როგორც პირად საზრუნავს, არამედ რაღაც ისეთს ადამიანს მთელი სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობას რომ აკისრებს. როდესაც ლექციათა ამ სერიას ვიწყებდი, მე ვთქვი, რომ წარსულში ადამიანებს, მაგალითად ძველ ბერძნებს, ჰქონდათ ეგრეთ წოდებული დასაზღვრული ლოკალური ცნობიერება, რომელიც გარკვეულ ფარგლებში მოქმედებდა. შემდეგ ეს ცნობიერება ზოგად მიწიერ ცნობიერებად გადაიქცა და მხოლოდ ჩვენს უახლეს დროში ინაქვთება მომავალი კაცობრიობის კოსმოსური, ზოგად სამყაროსნიერი ცნობიერება, როდესაც ადამიანი ისევე როგორც წინა ისტორიულ პერიოდში კვლავ მთელი კოსმოსის მოქალაქედ ცნობს თავის თავს. ამისთვის კი საჭიროა ნათლად მთელი სისავსით შევიგრძნოთ პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენი ნაფიქრის თუ ნააზრევისადმი, რომლებიც მოგონებებში იბეჭდება. მაგრამ რაც ზემოთ იქნა განხილული, განეკუთვნება არასაკუთრივ მთლიანი ადამიანის არსებას, არამედ მის უდიდეს ნაწილს. იმისთვის, რომ განვარტოთ ის, რაც ამ დროს ხდება, სქემატურად წარმოგიდგენთ გარეგრძნობათა სფეროს, გარეგრძნობათა რეგიონს. განსჯითი რეგიონის ჩათვლით. ადამიანის ორგანიზმში არსებობს რაღაც ისეთი, რაც იმგვარად უკუაქცევს ჩვენში აღძრულ აზრებს, რომ მათ მოგონებებად გადაქცევის შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ეს განაპირობებს კოსმოსის ობიექტურ ყოფიერებასთან ადამიანის შეხებას. მე არაერთხელ უკვე მივუთითე ადამიანის სხეულის იმ წერტილებზე, სადაც მისი კოსმოსთან შეხება ხორციელდება. თუკი ადამიანის სხეულის რომელიმე წერტილიდან ზურგის ტვინისკენ მიმართულ რომელიმე ნერვს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყოველი ასეთი ნერვის პირისპირ სხვა რომელიღაც ნერვი მიემართება. გარეგრძნობათა ფიზიოლოგიის სპეციალისტები ასეთი წყვილის ერთ-ერთ ნერვს უწოდებენ სენსიტიურს, მეორეს მოტორულს. ამ მოაზრობის თაობაზე, რომ თითქოს დაარსებობს სენსიტიური და მოტორული ნერვები, მე არაერთგზის მილაპარაკია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყოველი ნერვული გამტარი ადამიანის პერიფერიიდან იღებს სათავეს და კვლავ მასვე უბრუნდება. თუმცა ამასთანავე იგი გზაში სადღაც წყდება. ელექტროგამტარის მსგავსად, გაწყვეტის ადგილზე ნაპერწკალს რომ წარმოქმნის, აქაც რაღაც ამის მსგავსი წარმოიშობა. სენსიტიური ფლუიდი, თითქოს და სენსიტიური ნერვიდან მოტორული ნერვისკენ ხტება და ასეთ წერტილებში, რომლებიც უამრავია ზურგის ტვინში და ასევე სხეულის სხვა ნაწილებშიც, იმყოფება ის სივრცე, რომელშიც ადამიანი ეკუთვნის არაოდენ საკუთარ თავს, არამედ მთელ სამყაროს. თუკი გავაკავშირებთ, გადავაბამთ ამ ადგილებს და მათ სიმპათიკური ნერვული სისტემის განგლიებსაც მივუერთებთ, მაშინ სხეულებრივ ანუ ფიზიოლოგიურადაც მივიღებთ ამ საზღვარს. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ადამიანს ვყოფთ ორ ნაწილად და განვიხილავთ მის ერთ ნახევარს როგორც ერთ დიდ გრძნობად ორგანოს. გარეგრძნობა დაჰქმებს ზოგადად განსაზღვრავთ როგორც გრძნობადი ათვისების უნარს. აღქმულის ცნობილ გადამუშავებას, როგორც შემდგომ კიდევ უფრო ღრმა და ფაქის გრძნობად მოღვაწეობას, ამასთან ერთად ვიხილავთ მოგონებათა ხატსახეების, ანუ მეორადი ხატსახეების აღმოცენებას, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თან გასდევს, რამე თუ აღნიშნული ხატსახეები მოგონებათა წარმოქმნის პროცესში უშუალოდ მსოფლიო ეთერს ეხება. ჩვენი საკუთარი ეთერი მსოფლიო ეთერს აწყდება და აქ ადგილი აქვს ერთგვარ დიალოგს, ახსნა-განმარტებას ჩვენს ეთერსა და მსოფლიო ეთერს შორის. ადამიანის მეორე ნახევარში იგულისხმება მისი კიდურების ორგანოები, ყოველივე რაც მისი კიდურების ორგანოებს განეკუთვნება. როგორც გარეგრძნობადი სფერო, ადამიანის ერთი ნაწილის დამაბოლოებელ კიდურა ორგანოს წარმოადგენს, ასევე მისი მეორე ნახევარი მასთან მიერთებული კიდურებით, თანაშეზრდილი ფეხებით და თანაშეზრდილი ხელების სახით წარმოგვიდგება. ადამიანის მთელი ნებელობა მისი არსების ამ მეორე ნაწილთანაა დაკავშირებული.
ნებელობა ადამიანის არსების მეორე ინტელექტუალური პოლუსის საპირისპირო პოლუსს წარმოადგენს. მათ შორის ძევს ის შინაგანი ზღვარი, რომელსაც ყველა ნერვული დაბოლოებების და განგლიების შეერთების შედეგად ვღებულობთ. ეს ზღვარი თავის ჭრილში შეიძლება გავიაზროთ როგორც საცერი, რომლის ცხრილს ერთი მხრივ ნებელობა აწყდება, ხოლო მეორე მხრივ ინტელექტი. ამგვარად, ადამიანის არსების შუაში ინაქვთება მისი მშვენიერი სფერო, გრძნობათა სფერო, რამე თუ ყოველივე ის, რაც გრძნობებს ეხება, ნახევრად ნებელობას მოიცავს, ნახევრად ინტელექტს. ნებელობა ქვემოდან ზემოთ მიისწრაფვის, ინტელექტი კი პირიქით ზემოდან ქვემოთ მიემართება. მათი ერთობლიობა გრძნობა დახქმას წარმოადგენს. გრძნობები ერთი მხრივ სიზმარეულ ინტელექტს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ ღრმა ძილს მიცემულ ნებელობას. ახლა კი, როდესაც ადამიანის ერთგვარი სულიერ მშვენიერი პრეპარირება მოვახდინეთ და გამოვავლინეთ მის არსებაში ერთი მხრივ ინტელექტის პოლუსი, ხოლო მეორე მხრივ ნებელობის პოლუსი, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რა არის ის, რაც ჩვენს გარემომცველ გარეგრძნობად სამყაროში ადამიანის არსების ჩვენთვის აც უკვე ცნობილ ორ პოლუსს შეესაბამება. პასუხი ასეთია, გარე სამყაროში ასეთი რამ არ არსებობს. გარე სამყაროში ჩვენ გვაქვს მინერალური, მცენარეული, ცხოველური სამყაროები, მაგრამ არც ერთი ამ სამყაროთაგანი არ შეესაბამება იმას, რაც ადამიანში სხეულებრივადაც კი ფიგურირებს. აქ შესაძლოა შემეკამათოთ კიდეც და არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან თქვენ იტყვით, ჩვენ ხომ ჩვენი გარე სამყაროს შემადგენელი ნივთიერებებისგან შევდგებით. ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად ვითვისებთ და ამგვარად ვუკავშირდებით მინერალურ სამყაროს, ავიღოთ თუნდაც მარილი. ამის გარდა, მცენარეული საკვებიდან სხვა მინერალურ ნივთიერებებსაც ვღებულობთ. თანაც ბევრი ადამიანი ხორცელს ეტანება და ამით ცხოველური წარმოშობის სუბსტანციებს უკავშირდება და ასე შემდეგ. და მიუხედავად ამისა, მოსაზრება თითქოს და ადამიანს მის სხეულებრივ შემადგენლობაში რაღაც საერთო აქვს გარე სამყაროსთან, უხეში შეცდომაა. სწორედ ადამიანის სხეულებრიობა გამუდმებით იხცვის, როგორმე თავი დააღწიოს გარე სამყაროს ზემოქმედებას და ასევე იმ ზემოქმედებასაც საკვებთან ერთად რომ იჭრება მასში. ეს ფაქტი დღესდღეობით ადამიანებისთვის, ასევე ჩვენს თანამოაზრეთათვის ძალზე ძნელად მისაღებია. ამასთან, ჩვენი სხეულისთვის არსებითია არა ის, რომ ჩვენ ვიკვებებით, არამედ ის, რომ სხეულიდან გამოვყოფთ კვების პროდუქტებს, ზოგს სწრაფად, ზოგსაც მხოლოდ 7-8 წლის შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა მიირთვათ დღეს, 7-8 წლის შემდეგ თქვენს ორგანიზმს იმის კვალიც არ დარჩება, რადგან თქვენი სხეულის საქმიანობა განისაზღვრება არა გარე სამყაროს ნივთიერებათა მიღებით, არამედ მათი გამოყოფით. ჩვენი სხეულისთვის საჭმელი არსებითად იგივეა, რაც მკვრივი ნიადაგი მოსიარული ადამიანისთვის. ფეხქვეშ ნიადაგი რომ არ გქონოდა, ცხადია ვერ გავივლიდით, მაგრამ ადამიანებს სხვა არაფერი გვაქვს საერთო ნიადაგთან. მკვრივი ნიადაგი მხოლოდ საყრდენად გვჭირდება. ამრიგად, ჩვენი სხეულებრივი მოღვაწეობისთვის აუცილებელია ერთგვარი საყრდენი წერტილი, კონტრფორე, იგი გამუდმებით რაიმეს უნდა აწყდებოდეს. საკვები ჩვენი სხეულებრივი მოღვაწეობისთვის მუდმივი წინააღმდეგობის ერთგვარი საშუალებაა. როგორც მკვრივი ნიადაგის გარეშე, სადღაც არარაობაში დავინთქმებოდით, ასევე ჩვენი სხეულებრივი მოღვაწეობაც ნულოვან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა გამუდმებულ წინააღმდეგობას, ანუ ერთგვარ საყრდენს რომ არ აწყდებოდეს იმ ნივთიერებათა სახით, ადამიანის სხეულში საკვებთან ერთად რომ შემოდის. თქვენ იკვებებით არა იმიტომ, რომ შეიერთოთ საკვები პროდუქტები, არამედ იმისთვის, რათა ხელი შეუწყოთ მოღვაწეობას, რომელიც აუცილებელია მიღებული კვების პროდუქტების ორგანიზმიდან გამოსაყვანად. რამე თუ ადამიანი სწორედ მიღებული საკვებიდან გამოთავისუფლებაში ამჟღავნებს თავის ადამიანურ არსებას და როგორც ნიადაგს არ მიითვლით ფეხის ტერფებად, ასევე უკეთ უჭეშმარიტების თანახმიერად აზროვნებას გსურთ,
არც კვების პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებები და საერთოდ ყოველივე ის, რაც ასე თუ ისე წილნაყარია თქვენს გარე გრძნობებთან, არ უნდა მიაკუთვნოთ თქვენს ადამიანურობას. ადამიანის სხვა არა გახლავთ რა, თუ არა ერთგვარი რეაქცია თავის გარემომცველ სამყაროზე. დიახ, ადამიანი არის ამა ქვეყნის სრული უკუქმედობა. რამე თუ არსობრივად იგი უწინარეს ყოვლისა და უპირატეს ყოვლისა არის ქმედითობა. ის, რასაც ახლა შევეხეთ, ერთობ განსხვავებულად იჩენს თავს ერთი მხრივ გარეგრძნობათა ორგანოების და ინტელექტის სფეროში და მეორე მხრივ ნებელობის სფეროს ორგანოებში. როგორც ცნობილია, ადამიანი ორი პოლუსის მატარებელია, მაგრამ იმას, რაც ადამიანის არსების ამ ორ ბიოპოლარულ სფეროებში ხდება, ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო გარესამყაროსთან. გარესამყაროში ჩვენ გვაქვს მინერალური სამყარო, მცენარეული სამყარო. შინაგანად ეს ორი სამყარო ერთობ შორეულ კავშირშია ადამიანის არსებასთან. უკეთ უქსურს ვიცოდეთ, თუ სახელდობრ რა საერთო აქვს ადამიანს მინერალურ და მცენარეულ სამყაროებთან, მზერა იმ სამყაროსკენ უნდა მივმართოთ, რომელშიც ვცხოვრობთ დაბადებამდე, ანუ რომელსაც გავივლით მანამ, სანამ დაბადების უფრო სწორად კი ჩასახვის შედეგად სულიერი სამყაროდან დედამიწაზე დავეშვებოდეთ. მინერალური ან მცენარეული სამყაროს განჭვრეტისას ასე უნდა ვიმსჯელოთ. დაბადებამდე მე ვცხოვრობდი სულიერ სამყაროში, რომელსაც ამჟამად ჩემი ფიზიკური გარეგრძნობებით ვერ აღვიქვა. ფიზიკური ცნობიერებით ვერ ვიმეცნებ, მაგრამ ის სამყარო, რომელსაც ვიდრე მე გარეგრძნობადი არსება ვარ, ჩემთა თვალთაგან თითქოს და საბურველი ხფარავს, გარეგნულად მცენარეულ სამყაროში და მის საფუძველთა საფუძველში მინერალურ სამყაროში ცხადდება. მინერალურ და მცენარეულ სამყაროს გაცილებით მეტი აქვს საერთო ჩვენს ზემიწიერ, ანუ დედამიწის მიღმიერ ცხოვრებასთან, ვიდრე ჩვენს ფიზიკურ არსებასთან. ცხადი აქ არ იგულისხმება ის მცენარეები, რომლებსაც ირგვლივ ხედავთ, რამე თუ ისინიც მხოლოდ იმ ძალთა გარე გამოვლინების შედეგია, რომლებთანაც დაკავშირებული ვართ გარდაცვალებასა და დაბადებას შორის. იგივე უნდა ითქვას ცხოველთა სამყაროს მიმართებით, რომელთანაც ადამიანს ბევრად მეტი აქვს საერთო უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე აქ დედამიწაზე. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ადამიანი მისი გარემომცველი სამყაროს მეცნიერულ საბუნებისმეტყველო შემეცნების შუქჭრილში განიხილება. ეს სწორედ ის მეცნიერება გახლავთ, რომელსაც ესწრაფვის და განსაკუთრებულად აფასებს ჩვენი თანამედროვეობა. მაგრამ რეალურად ეს მეცნიერება არას გვაუწყებს ადამიანის ჭეშმარიტი არსების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ საფუძვლიანად შეისწავლოთ ის, რასაც დღეს მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდებით იკვლევენ. მაგრამ ამ გზით ადამიანის არსებას ვერ შეიმეცნებთ. მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდით ადამიანი ვერ შეიმეცნება. ვითარება კი ისეთი გახლავთ, რომ ბოლო 4 საუკუნის მანძილზე საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენები სწორედ მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდების პოპულარიზაციას უნდა უმადლოდეს. დღეს მიწასმიჯაჭვული გლეხიც კი მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ყაიდაზე აზროვნებს. ასე განსაჯეთ, კათოლიციზმიც კი თავისი დოგმატური მატერიალიზმით მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნებას ეყრდნობა. დღეს არსებითად ყველგან და ყველაფერში მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნება ბატონობს. დღევანდელი ვითარება კი ახალი სოციალური წყობის აღმშენებლობას საჭიროებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილი, რომელიც დღითი დღე იზრდება და საბოლოოდ მთელ დედამიწას მოიცავს, ახალი სოციალური წყობის შექმნას ესწრაფვის, ადამიანების სოციალურ პრობლემებზე ფიქრობს. სოციალური მოთხოვნები დღეს ცივილიზებული კაცობრიობის გარემოში მკვიდრდება. როგორია მათი წარმოშობა? ისინი ადამიანის ბუნების ერთობ ქვეშეცნეულ იმპულსებიდან მომდინარეობს. როგორ, რა საშუალებებით ცდილობენ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას? რა თქმა უნდა, თანამედროვე მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნების შედეგებით. და ამ შედეგებს, რამდენადაც ისინი ადამიანის სოციალურ ცხოვრებასაც მიუსადაგეს, ჩვენი თანამედროვეობის ფართო წრეებში სოციალურ აზროვნებას უწოდებენ.
აი ამან განაპირობა ის, რომ ევროპის აღმოსავლეთში ახალი სოციალურ სახელმწიფოებრები წყობა წმინდად მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მატერიალისტური აზროვნებიდან იქმნება. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთში ბოლშევიზმს ახორციელებენ, მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნებას ასხამენ ხორცს. შეიძლება ასეც ითქვას, რომ მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდი, როდესაც იგი სოციალური რევოლუციონერების თავში იბუდებს, პრაქტიკულად ბოლშევიზმის სახით წარმოჩინდება. ბოლშევიზმში განხორციელებული მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდი ამჯერად რუსეთში იკიდებს ფეხს. პარვესის ფსევდონიმით მოღვაწე სოციალისტ გელფინდის შუამდგომლობით და ლუდენდორფის და გინდენბურგის ეგიდით რუსეთში გერმანიის გავლით დალუქული ვაგონებით ბოლშევიზმის მოსაგრეები გადაიყვანეს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ადამიანებში განსხვავებული მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდის მოქმედების მასშტაბიც. ადრე მე ყურადღება გავამახვილე ზოგიერთ ფაქტზე. არის ორი ფილოსოფოსი, ორი უმაღლესი დონის ბურჟუაზიულ ობივატელური ორიენტაციის ფილოსოფოსი. ერთი მათგანი რიხარდ ავენარიუსი, ციურიხის უნივერსიტეტის მასწავლებელი, ბურჟუაზიულ ფილისტერულ აზროვნებას ანვითარებდა. მეორე ერნსტ მახი, პრაღასა და ვენაში ასწავლიდა. მე პირადად მოვისმინე იგი 1982 წელს ვენის მეცნიერებათა აკადემიაში. იგი მართლაც და ბურჟუაზიულ ობივატელობას და კეთილზნეობას განასახიერებდა. და თუ მკითხავთ ბოლშევიზმის სახელმწიფოებრივ ფილოსოფიაზე, ამ სახელმწიფოებრივ ფილოსოფიას სრულიად მართლზომიერად და მთელი შინაგანი აუცილებლობით სწორედ ავენარიუსის და მახის ფილოსოფია წარმოაჩენს. რამე თუ აქ თავს იყრის თვისობრივად შეკავშირებული მოვლენები. მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდის უკიდურესი მიმდინარეობა სოციალურ აზროვნებად მეტამორფოზირდება. მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ორიენტაციის სოციალური აზროვნება თავიდან ევროპის აღმოსავლეთში აყვავდა. და თუ კი ძირფესვიანად არ აღმოვფხვერით, იგი კვლავ და კვლავ გაღვივდება და განივრცობა, ამჯერად როგორც მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მატერიალისტური ცხოვრება. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს აზრების და შეგრძნების ერთგვარი ტალღა აგორებული. ეს ტალღა სოციალ-ეკონომიკურმა მეტაფიზიკურმა აზროვნებამ განაპირობა. მან კაცობრიობას გამანადგურებელ ძალად მან ჩაითრია ეგოდენ მნიშვნელოვანი სოციალური აზროვნება და კაცობრიობას გამანადგურებელ ძალად ატყდება თავს. საზოგადოების ხელმძღვანელ წარმმართველ წრეებს კი არც ძალა შესწევთ და არც უნარი, რომ ადამიანის აზროვნებაში ავანგარდული სულიერი ნაკადი შდაღვარო. ამიტომაც პროლეტარიატის ფართო მასებში, პროლეტარიატის სოციალურ აზროვნებაში მატერიალისტური ტალღა აზავთდა. მარქსიზმი, რომელმაც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ესოდენ გროტესკულად წამოყო თავის სოციალურ აზროვნებაში, მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეთოდის გამოყენების სოციალურ ნაყოფს წარმოადგენს. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთია თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს კონფიგურაცია. ამის აუღიარებლობა ნიშნავს თვალის დახუჭვას თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და სიმპტომებზე. თანამედროვე ადამიანს ამის უფლება არ აქვს. ცალკეული ადამიანები არ იზიარებენ საზოგადოებრივ აზრს. ისინი გრძნობენ, რომ თუ კი ასე გაგრძელდა, ანუ თუ კი არ შეიცვალა აზროვნება და შეგრძნებები, ვერაფერს მივაღწევთ და ქაოსი სულ უფრო და უფრო ჩაგვითრევს. ამიტომ აქა-იქ გამომაფხიზლებელი მოწოდებებიც გაისმის. ნება მომეცით წაგიკითხოთ ერთი მათგანი. აი აქ რუდოლფ შტაინერი კითხულობს ორ გვერდიან ნაწყვეტს სტატიიდან მსოფლმხედველობის კრიზისი, რომელიც დაიბეჭდა ვენის სოციალისტურ ყოველკვირეულში. ახალი მიწა. ავტორი კარლ პოლაცი. ციტატა მთავრდება ასეთი აბზაცით. ორი წერტილი. და ბრჭყალებში. ეკლესიამ თავისი თავი თითქმის 1000 წლეულის წინ ამოწურა. მარქსიზმი ჩვენზე დიდხანს სიცოცხლებს, მაგრამ ის ახალი სული კაცობრიობაში მსოფლიო ომის უბედურებებში რომ აღანთო, მოესწრება მის დასამარებას.
მაგრამ სად არის ის ახალი სული? ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ჩვენმა თანამოაზრემ ზემოხსენებულ წერილს ასეთი სტრიქონები დაურთო. აქ ჩვენ დგავართ იმ კონცეფციის პირისპირ, რომ მარქსიზმი, რომელიც დღეს ბოლშევიზმში, როგორც თავის ყველაზე უფრო თანამიმდევრულ ფორმაში ვლინდება, ძველი აზროვნების ნაყოფია. იგი ძველი კაპიტალისტური სამყაროს სრულ ანტიპოდს წარმოადგენს, მაგრამ კაპიტალიზმის მსგავსად ისიც დაავადებულია სულიერ სფეროში. იგი კაპიტალიზმის მოგხიშპია სახალხო მეურნეობის დარგებში და ამასთანავე თავის სულიერ საფუძვლებში სწორედ მასთან სოლიდარობს. ბოლშევიზმსა და აგრეთვე თანამედროვე მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მსოფლმხედველობის ადგილი უნდა დაიკავოს ანთროპოსოფიამ, რომლის სათავეს წარმოადგენს თავისუფლების ფილოსოფია. აი ასეთი გახლავთ ჩვენი მეგობრის და თანამოაზრის სტრიქონები. კაცობრიობას თავს დატეხილ მოვლენათა მექანიზმში ჩახედული ადამიანისთვის ნათელია, რომ ანთროპოსოფიულად ორიენტირებულმა მეცნიერებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას, რამე თუ თვით საქმის ვითარება მოითხოვს ამას და ვიდრე არ ვაღიარებთ, რომ სენი, რომელმაც ჩვენი თანამედროვე ცხოვრება შეიპყრო მხოლოდ ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულიერი შემეცნებით განიკურნება, თავს ვერ დავაღწევთ ქაოსს. ამიტომ ცრუ თავმდაბლობის გარეშე შეიძლება ითქვას, კარგი იქნებოდა ადამიანთა უმეტესობას გაეზიარებინა ევგენ კოლისკოს პასუხი კარლ პოლაცის დასმულ კითხვაზე, რას უნდა ველოდეთ. ვიდრე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ანთროპოსოფიული მოძრაობის კეთილდღეობას ამა თუ იმ სახის სექტანტურობა უზრუნველყოფს, ისინი ვერ ჩაწვდებიან ამ მოძრაობის ჭეშმარიტ არსს. მაგრამ თუ ანთროპოსოფიურ მოძრაობას მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტად აღიარებენ, მათთვის ნათელი გახდება ამ მოძრაობის მიზანი და დანიშნულება. ანთროპოსოფიული მოძრაობის ჭეშმარიტი მიმდევარი მხოლოდ ის არის, ვინც არა მარტო აცნობიერებს მის არსს, არამედ თავისი ნებელობის უშინაგანეს იმპულსადაც გარდაქმნის. არ ვაპირებ მჭვერმეტყველების საგნად ვაქციო ის, რაც ამ ლექციაში ითქვა, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია თქვენს გულებში შთაიბეჭდოს სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც შევეცადე ჩვენი დროის მოვლენათაგან ყველაზე უმნიშვნელოვანესზე მიმეთითებინა. ჩვენ ვილაპარაკეთ იმ დამღუპველ ზემოქმედებებზე, რომლებიც ელემენტარული სამყაროდან მომდინარეობს. ჩვენ ვიცით ერთი ძველთაძველი ჭეშმარიტება, რომ სამოქალაქო წლის დამლევს, როდესაც ახლოვდება შობა, მოდის ისეთი დღეები, რომლებიც ადამიანზე სულიერი ზემოქმედების თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი და ინტენსიურია მიწიერ სფეროში. და ვინ უწყის, იქნებს სწორედ დროის იმ მონაკვეთში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ესოდენ მნიშვნელოვანი და არსებითი იყო ადამიანისთვის, ჩვენს ძველი მშვენიერი ადათისამებრ იმ უძველეს სულიერ ხელმწიფებათა წიაღმოვიძიოთ თავშესაფარი, რომელთაც კვლავაც ძალუძთ იმოქმედონ და წარმართონ ჩვენი ადამიანური ბედი. უკვე თუ ჩვენ მთელი ჩვენი მშვენიერი სერიოზულობით აღვიქვამთ იმას, რაც სულიერსა და ადამიანურ სამყაროთა შორის ურთიერთკავშირით განისაზღვრება. აი ის, რისი თქმაც მსურდა და რასაც შემდგომ ლექციებში უფრო მკაფიოდ წარმოვაჩენ.